მაშ ასევე ვანახლებთ დიალოგს, როგორც გითხარით, ჩვენ ვლაპარაკობთ ოკუპაციის მუზეუმის სვებედზე, თუ გნებავთ, თუმცა შეიძლება ასე მძაფრად საკითხი არ იდგეს, იმიტომ რომ სულ რამდენიმე დღეა ჯერ ადამიანთა ერთმა ჯგუფმა, სახელწოდებით დედამიწა ჩვენი სახლია, წამოსწია საკითხი და შეიკრიბნენ რუსეთთან მეგობრობის მოსურნეობის ლოზუნგებით ოკუპაციის მუზეუმთან. შემდეგ ეს ჯგუფი რაღაცნაირად გაქრა, ვერ მივაგენით, ყოველთვის მათი რეგისტრაცია ვერ მოვიძიეთ და ერეკლე მეორის საზოგადოება განავრცო ეს ინიციატივა, რომელიც წარმომადგენელი ხარ ჩვენთან არის სტუდიაში, ბატონი არჩილ ჭყოიძე, მოგესალმებით, მადლობა რომ მომზადეთ ჩვენთან და დისკუსიის მეორე მხარეს წარმოადგენს ბატონი ლევან ჩოლოყაშვილი, კოალიცია ევროპული საქართველოსთვის. მოგესალმებით. საიდან დავიწყოთ ახლა ჩვენ? შეგვიძლია დავიწყოთ პირდაპირ იმ არგუმენტებით, რატო უნდა არსებობდეს ოკუპაციის მუზეუმი საქართველოში, რატო არ უნდა არსებობდეს, თუმცა შეგვიძლია ვილაპარაკოთ ჯერჯერობით ემოციებით, აი რა ემოციას შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენთვის ამ მუზეუმის არსებობა აქ, ნეგატიურ ემოციას თუ უფრო პოზიტიურ, რისთვის არის ის? მივესალმები პირველ რიგში ჩვენს მეგობრებს, მადლობას მოგიხდით მუზეუმისთვის. ეს უკვე კარგია, რომ შესაძლებელი გახდა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აი ესეთ თემებზე საუბარი, ვინაიდან 9 წლის მანძილზე რეალურად ხელისუფლება ჩაკეტილი ქონდა ყველა ტელევიზია და რაიმე სხვა თემა, რაც არ შეეხებოდა ნატოს, ევროპის, ჩვენი საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას, დაბლოკილი იყო და ამაზე საუბარი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამიტომ აი ამ თემას უკვე დისკუსიას მე მივესალმები, მე ვიტყვი ემოციის გარეშე და გამოთქვავ ჩემას, თუ რატომ არ უნდა იყოს ასეთი სახით ეს მუზეუმი, მე არ მომბობ, რომ ეს მუზეუმი უნდა საერთოდ გაინგრეს, განადგურდეს, ან ეს ექსპონატები უნდა გაცამტვერდეს და ხალხი ვინც იქ მუშაობს, არ უნდა იმუშაოს. ჩვენ სპეციალურად ორშაბათი დღე ავირჩიეთ აქცია ბრიფინგისთვის, რათა იქ ხელი არ შეგვეშალა მუზეუმის თანამშრომლებისთვის, იცით რომ ორშაბათ დღეს ყველა მუზეუმი არის დახურული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია გადაერქვას მინიმუმ ან სხვა დატვირთვა მიიღოს ამ მუზეუმმა, მაგალითად საბჭოთა ეპოქის მუზეუმი, ვინაიდან თუ კიდევ ერთხელ ჩვენ დღეს ამ თემაზე ვისაუბრეთ, რომ თუ არის აუცილებლობა იმისი, რომ იყოს ოკუპაციის მუზეუმი, მაშინ საქართველოს თავის 3000 წლოვანი ისტორიის მანძილზე იგივე ოსმალეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა იგივე სპარსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა, არაბეთის ოკუპაციის ქვეშ 400 წელიწადი თბილისი საქართველოს ჩვენი ყველაზე მთავარი დედაქალაქი ჩვენი თბილისი იმყოფებოდა 400 წელი არაბეთის ოკუპაციის და აღარც ოსმალეთია, აღარც სპარსეთია და აღარც არაბეთია დღეს. ოსმალეთი არსებობს, მინდა გითხრათ, აგერ თურქეთი და იქ არის ჩვენი მემკვიდრეობა, უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი ეკლესიები, ხახული, იგივე ბანა, ოშკი, რომელსაც ჩვენ პრაქტიკულად არამც თუ ვერ მხოლოდ და მხოლოდ ჩავდივართ, თორემ ჩვენს სასულიერო პირებს უბრალოდ ანაფორითად ჩასვლის უფლება არ აქვს და ძირითადად ჩვენი ეკლესიების უმრავლესობა იქ დღეს ძალიან სავალალო მდგომარეობაშია, ზოგიერთი მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ აფხაზეთში და ოსეთში რომ ვერ ჩადიან ჩვენი სასულიერო პირები, ეს არ გაღელვებთ? ერთიც მაღელვებს, მეორეც მაღელვებს, ამიტომ ვსაუბრობ ამ თემაზე მე და ვამბობ, რომ ის რომელიც იურიდიულად ოკუპირებულ ტერიტორიებად ითვლება თორე ხა ტაო-კლარჯეთი ეს არ არის ოკუპირებული ტერიტორია, ეს არის სხვა ქვეყნის სუვერენული ტერიტორია. როგორ არის სხვა ქვეყნის? საქართველოს არის საქართველოს მიწებზე პრეტენზიები. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და საქართველოს ძირძველი, ანუ ჩვენი სული და გული რეალურად არის ტაო-კლარჯეთში. რა თქმა უნდა, ის რომ ვერ ჩავდივართ ჩვენი სული აფხაზეთში, რა თქმა უნდა, ჩვენ რო ჩავდივართ აფხაზეთში და სამაჩაბლოში არის ცუდი და რა თქმა უნდა ჩვენი რომ ვერ ჩავდივართ და ჩვენი სასულიერო პირები წირვასაც კი ვერ აყენებენ თურქეთის ტერიტორიაზე, ჩვენ ძირძველ ტერიტორიაზე, ესეც არის ძალიან ცუდი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა გადაიხედოს, მე არ ვამბობ იმას, რომ ახლა ხვალვე ვინმე მივიდეს იქ აბრა ჩამოხსნას დაიკეტოს, მაგრამ უნდა დაიწყოს ამ საკითხზე დისკუსია. უნდა შეიცვალოს ფორმა, იგივე ავიღოთ, ხო? საქართველოს ყავს 300,000 დაღუპული მეორე მსოფლიო ომში, ანუ ფაშიზმთან ბრძოლაში. მთელი მსოფლიო აღიარებს და მთელი მსოფლიო მიესალმება ფაშიზმთან ბრძოლას. და ყველგან, მათ შორის ამერიკულ შეერთებულ შტატებში, მთელი ევროპა აღნიშნავს. ჩვენ არ გვაქვს ფაშიზმთან გამარჯვების მუზეუმიც კი. ამ მუზეუმში თუ ჩვენ ჩამოაყალიბებთ და დავარქმევთ ამას საბჭოთა ეპოქის მუზეუმი, შეიძლება იქ ბევრი რამ გავაერთიანოთ, ბევრი რამ შევიტანოთ და ამას შეიძლება იმის საშუალებაც მოგცეს შემდგომში,
თუ არის და არის მე ვიცი ეს საუბრები რუსეთიდანაც არის ეს საუბრები რომ ზოგს აღიზიანებს მე გეტყვით რომ ძალიან ბევრ საქართველოში მცხოვრებ ადამიანს აი მათ შვილებს ვინც ბაბუებიც ბებიები ბაბუები ვისიც იბრძოდა სამამულო ომში და ისინი თვლიან რომ საბჭოთა წყობამ კარგი რამაც მისცა საქართველოს და ჩვენ ხალხს ამიტომ მოგცემს იმის საშუალებას რომ ერთი მხარეც მეორე მხარეც დაკმაყოფილებული იყოს და არ დავკარგოთ არც ის მასალები და ის ფაქტები რაც ამ წუთას არის მუზეუმში სხვა შევამატოთ და ამითი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღვიჩდეთ. ბატონ ლევანს მიცეცით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე ვერ გავიგე ბატონ მარჩილმა დაიწყო საუბარი იმით რომ აი 9 წლის მანძილზე პირველად მოგვეცა საშუალება ყველაფერს დავარქვათ თავის სახით. ანუ ერთი ვერ ხედავ მარტო პირადად მე მაქვს ძალიან ბევრი ამ მუზეუმთან დაკავშირებით ნასაუბრები, ოკუპაციის თემაზე ნასაუბრები, ეს თემა არ იყო არასდროს დახურული და თავისუფლად შეიძლებოდა ამაზე საუბარი. რატომ მაინც და მაინც აი ახლა პირველი ერთ-ერთი რაც გახდა საჭირო, რაღაც რუსეთიდან იყო გარკვეული მესიჯები, ძალიან მკაფიოდ, რა ეს მუზეუმი დაიხუროს და აქედან მაშინვე გამოჩნდა რეზონანსი, რომ ასე უნდა გადაერქვას ახლა რაღაც უკვე დარბილებული ფორმით. მე ვფიქრობ, ისტორიის გაყალბება არის ყველაზე ცუდი მომენტი და ის რომ მას ქვია ოკუპაციის მუზეუმი და არა საბჭოთა ისტორიის და ასე შემდეგ რაღაც 90 წლის წინანდელი რეალობა და უამრავი სათაური შეიძლება დავარქვათ, ეს არის ზუსტი დასახელება იმის, რაც მოხდა 1921 წელს. მოხდა საქართველოს ოკუპაცია, დამოუკიდებელი საქართველოს სუვერენული ქვეყნის ოკუპაცია. ამასთან დაკავშირებით შეიქმნა ძალიან კარგი მუზეუმი, რომელიც მე ვიტყოდი არის გარკვეული მაშინდელი, როცა ეს შეიქმნა, ჯერ კიდევ არ იყო სათანადო სახელმძღვანელოების ისტორიაში, ზოგადად საგანმანათლებლო სისტემაში და ბევრი სკოლა, ბევრი სკოლის დირექტორი, ბევრი პედაგოგი ცდილობდა რომ თავისი კლასები წაეყვანა და ის რეალობა ეჩვენებინა, რასაც ბევრი ათეული წლების მანძილზე ჩვენი საზოგადოება ღებულობდა დამახინჯებულად. გარდა ამისა, ჩვენთან ძალიან ბევრი ვართ ისეთი ოჯახები, რომელთა წევრები, რომელთა უფროსი თაობა, მამები, პაპები, ბაბუები, რომლებიც განადგურდა სრულიად უმიზეზოდ აი ამ რეჟიმის მიერ. ის რომ შევადორავთ, რასაც თქვენ ბრძანებთ, არაფერი საერთო არ აქვს სამამულო ომთან და სამამულო ეს ჩვენთვის არ იყო, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირს მე არ ვთვლი რომ იყო ჩვენი სამშობლო, ეს იყო ვირტუალური სახელმწიფო და ფაშიზმი რაც შეეხება არასწორი ტერმინია, ეს იყო გერმანული ნაციზმი, ფაშიზმი და ნაციზმი აბსოლუტურად განსხვავებული საკითხებია, რომელიც ესეც სპეციალურად რუსული ისტორიოგრაფების მიერ არის შემოგდებული და არ შეესაბამება იმ რეალობას და არაფერი საერთო არ აქვს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ მოვლენებთან. მაშინ, როდესაც ის ხალხი იბრძოდა და ბევრი ღირსეული, რომელსაც ზუსტად იმ ბოლშევიკურმა რეჟიმმა დაუპატიმრა მშობლები, გაუნადგურა ოჯახი, იძულებული იყო და ხედავდა ხსნას გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობაში. ამას ჰქონდა ძალიან ლოგიკური ახსნა, იმიტომ რომ მათ არ დაუტოვეს არაფერი უკან დასახევი და სულ პატარობიდან ობლობაში, ძალიან გაჭირებაში გაზრდილები, რომელიც როგორც კი მიეცათ საშუალება, იქით თანამშრომლობდნენ. და ამის რაღაცნაირად შედარება და გაიგივება არაფრით არ შეიძლება. თუ ციფრებს შევადარებთ, თუ მაინც და მაინც გნებავთ, ხომ? ის რაც მსოფლიო ომის დროს დაიღუპა არის სადღაც ოფიციალური მონაცემებით 20 მილიონამდე მსოფლიოში, ხოლო ბოლშევიკურ რეჟიმს შეეწირა სამჯერ მეტი, სადღაც 60 მილიონამდე ადამიანი. ასე რომ ნაცისტური რეჟიმი ბევრად უფრო მობიერი იყო და ბევრად უფრო ჰუმანურს ვერ დავარქმევ, მაგრამ ნაკლებად საზიანო ხალხისთვის, თუნდაც ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ბოლშევიკური რეჟიმი. და ბევრი ადამიანისთვის ის დაკარგული ხალხი, რომელსაც უკეთეს შემთხვევაში დარჩა ფარატინა ქაღალდი რეაბილიტაციის ოჯახის წევრისა, რომელმაც ისიც ხრუშჩოვის რეჟიმმა სტალინის ჯიბრზე, ასე ვთქვათ, დაარიგა და ესეც გარკვეული ცინიზმი იყო, რომ მიიღეს რეაბილიტაცია, ზოგს ისაც არ მისვლია, იცით, და ის ექსპონატები, ასე ვთქვათ, არის გაიგივება და ემოციას იწვევს, რომ მიდიან, მე მყავდა რამოდენიმე უცხოელი და ცრემლებს ვერ იკავებდნენ, რომელსაც არავითარი შეხება არ ქონიათ, მათთან არ იყო, ესენი ამერიკელები იყვნენ, როდესაც ამ ექსპონატებს ეცნობოდნენ. არ შეიძლება არ აგაღელოს 36 წელსში ხელსურების მიერ შედგენილმა წერილმა, რომელიც მაშინდელ ამერიკის პრეზიდენტს რუზველტს მიმართეს, არა?
ძალიან ღირსეული ხალხი, მთის ხალხი, აბსოლუტურად წმინდა, რომლისთვისაც უცხო იყო ის ძალადობა, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ. ეს იყო როგორც ტერიტორიული ანექსია და ოკუპაცია, ასე იყო სულიერი ანექსია და ოკუპაცია ქართული ეკლესიისა, რომელიც მანამდე დაიწყო რუსულმა იმპერიამ და ბოლშევიკურმა რეჟიმმა. მე მგონი საქართველოს კანონმდებლობა, მე მგონი კი ზუსტად არ კრძალავს ხო კერძო ინიციატივებს და ადამიანს თუ ამის სურვილი აქვს, შეუძლია კერძო მუზეუმი შექმნას. არის საქართველოში პირველი კერძო მუზეუმი, ხო, სახლ-მუზეუმები ან მუზეუმები. თქვენი სურვილია რომ ეს მუზეუმი არ იყოს თუ თქვენი სურვილია არსებობდეს სხვანაირი მუზეუმით და ესეც იყოს და სხვაც იყოს. სურვილზე არ არის აქ არის საზოგადოების რაღაც ნაწილის სურვილი რომ მსგავსი 30 კაცი რომელიც იყო აქციაზე და მეტი არ არის საუბარი ჩვენ ეს იყო ბრიფინგი აქცია ბრიფინგი ჩვენ შემდგომში ხელმოწერებს შევიტანთ შეჯერებით 30 კაცზე ლაპარაკობთ მეძე ვერ არის. არა ეს იყო კიდევ ერთხელ განვით ბატონო ბრიფინგზეა საუბარი მე მინდა ვისაუბრო შემდგომში ხელმოწერებიც მოემატება და აქციას ხალხის რაოდენობაც მოემატება აუცილებლად. მე მინდა 9 წელთან დაკავშირებით გითხრათ თქვენ თვით რომ შეიძლება მუზეუმზე ვილაპარაკოთ ჯობია ჩემს ეს მუზეუმი 9 წლის წინ არ იყო ისიც არ თქვა ხო რამდენი ხანია შეიქმნა სულ ჩვენ მე ვსაუბრობ რომ განსხვავებული აზრი ანუ განსხვავებული აზრი ამ თემაზე ახლა არ არის წელია რაც არსებობს არ არის გასაკვირი რომ ქვეყანაში საქართველოში ყველაფერი ნებისმიერი რამ ამ 9 წლის მანძილზე კეთდებოდა სპონტანურად, აი ეს ვიღაცა იტყოდა და აშენებდა ხიდს, ვიღაცა იტყოდა და მაგალითად დაანგრევდა დიდების მემორიალს ქუთაისში, რომელსაც შეეწირა დედა და ბავშვი და ყველაფერს თავი დავანებოთ, იგივე ეს მემორიალი იყო აშენებული 300,000 გმირის საპატივცემულოდ, მაგრამ რომლის გამოც გასამართლდა ის ვინც თუ შეიძლება დავამთავრებ და კი ბატონო, თუ შეიძლება დავამთავრებ მემორიალთან დაკავშირებით. მემორიალი დაინგრა აფეთქდა ხო რეალურად ესეც ასევე იყო მაგალითად იგივე ავიღოთ სპონტანური გადაწყვეტილება ჩვენი ხელისუფლების რუსეთის სპეციალურად რუსეთის გასაღიზიანებლად ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარების მაშინ როდესაც იგივე ამერიკა იგივე საფრანგეთი მთელი მსოფლიო ამ გენოციდს არ აღიარებს ნახევარმა მსოფლიომ აღიარა სომეხი ხალხის გენოციდი 300,000 სომეხი ცხოვრობს საქართველოში და საფრანგეთის საერთოდ არ განიხილავს საფრანგეთის პარლამენტში დადგა და გავიდა ეგ საკითხი პრეზიდენტმა აგოს მახსოვს ამაზე უარი თქვა და შეერთებული შტატების სენატის ერთ-ერთ კომიტეტში გავიდა ეგ ბატონ დავით თქვენი და შეგეკითხოთ როგორც ჟურნალისტ და ისე როგორც ადამიანს მინდა შეგეკითხოთ საქართველოს მე ნუ მეკითხებით ნურაფერს 300,000 ადამიანი დაკარგა ბრძოლაში უნდა კონდეს თუ არა მას უბრალოდ თავი დავანებოთ სამამულოებს ფაშიზმზე გამარჯვების მუზეუმი და რაც შეეხება რომელი უფრო უარესი იყო ნაცისტური რეჟიმი თუ კომუნისტური და ბოლშევიკური მარტივად შეიძლება ამას გავცეთ პასუხი სტალინის გვერდზე დადგა ჩერჩილი და დადგა რუზველტი და სტალინის გვერდზე ჩერჩილი და რუზველტი არ დამდგარა გიტლერის გვერდზე ანუ ახლა ჩვენ საწავოთ ეგეთ ლაპარაკით რატომ არჩევ ხო ეს არის რეალობა ეს რეალობაა მათ პოლიტიკური გამჭრიახობა კარნახობდა რომ ჯერ უნდა შეემუსრათ ის ვინც იყო უფრო ინტენსიური და ტემპერამენტიანი ვინც უფრო სახიფათო იყო ევროპისთვის სტალინის ზეგლი და მე უკვე მოეცალათ ბოლშევიზმისთვის ხო ბატონო დავით ერთი კვირის შემდეგ ტეხასში აღიმართა იოსებ სტალინის რუზველტის და ჩერჩილის ზეგლი, სადაც ამერიკელებმა თავად თქვეს პირდაპირ განაცხადეს, რომ ისინი არაპირებდნენ. არა, მე გეუბნებით უბრალოდ გავეცი პასუხი აგერ ბატონ ლევანს, რომ როდესაც საუბარია ისეთი დემოკრატიული ქვეყნები, როგორც იყო ამერიკა და ინგლისი, დადგა სტალინის გვერდზე, ანუ ბოლშევიზმის გვერდზე, ვიდრე არა, როგორ ეკადრებათ ახლა თუ შეიძლება. კი ბატონო, რა თქმა უნდა. თავრეთ კი პასუხობთ. ხა რაც შეეხება მემორიალს და ზეგლის გადატანას და ასე შემდეგ. არ ვიცი თქვენ საქმის კურსში ხართ თუ არა. ესტონელებმა ძალიან ღირსეულად ჩათვალეს საჭიროდ ესტონეთის მოსახლეობამ, რომ ბრინჯაოს ჯარისკაცი, რომელიც იდგა ტალინში, ძალიან მოუხერხებელ მათთვის ადგილად, ჩათვალეს, რომ მოძრაობას ხელს უშლიდა, აფერხებდა, გადაიტანეს და ამაზე მოხდა მთელი ორომტრიალი, ასე ვთქვათ. არ ვიცი თქვენ საქმის კურსში ხართ თუ არა, მაგრამ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ძალიან ძლიერია რუსული ლობი თვითონ ეთნიკური რუსებისგან დაკომპლექტებული სახალხო ფრონტი, რასაც ჩვენთან ჩვენ და საამაყოთ ამას ვერ ახერხებენ, ვერც ერთი რუსი არ გამოდის და არ ამბობს იმას, რომ აი რამე პრობლემა აქვს და შევიწროება და ასე შემდეგ, იქ მოახერხეს და რაღაცნაირად დაარაზმეს განსაკუთრებით ლატვიაში. სამწუხაროდ ამას ძალიან აქტიურად ებრძვიან. მიუხედავად ამისა და ესტონეთში საკმაოდ ძლიერად არის წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოებიც არიან ისინი, ცალკე ფრაქციად გამოყოფილი და ასე შემდეგ, იყო მთელი ორომტრიალი მოგახსენებთ და ამაზე არის პირდაპირ შექმნილი დოკუმენტური ფილმი, მასალები არსებობს, რომელსაც ქვია ბრინჯაოს ღამე.
ეს მონუმენტი აიღეს და გადაიტანეს, განა გადააგდეს, განა მოაშორეს საერთოდ დადგეს სასაფლაოზე, სადაც არის ამ მოვლენთან დაკავშირებით ძმათა სასაფლაო. ასევე სტალინის ძეგლის ადგილი თუ არის იმ სახლ-მუზეუმში, სადაც ვინც უნდა მას ეთაყვანება და არა ცენტრალურ მოედანზე. და ყველას ესმის უდიდეს ნაწილს ყოველ შემთხვევაში, რომ სტალინი იყო ერთ-ერთი შემქმნელი იმ მანქანის, იმ საშინელების, რომელმაც მოიტანა ეს უბედურება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ეს არის ელემენტარული რამე, ასე რომ თუ შევადარებთ რა მოხდა ბალტიისპირეთში და როგორი რეაქცია აქვს და როგორ მოქმედებენ, ეს ჩვეულებრივი ამბავი, ეს გამაღიზიანებელია უდიდესი ნაწილისთვის. ყოველთვის მოიძებნება, მაშინაც 21 წელშიც იყო ბატონო არჩილ ახალგაზრდები თუ ამხანაგო არჩილ როგორ ჯობია რომ მოგმართოთ. თქვენ როგორ ზგნება? ხო, მე უფრო მიჩვეულვარ ბატონოთი მიმართვას. ამხანაგობით და კომპარტიაში მე საერთოდ არასდროს არ მიფსახურია, ასე რომ შეგიძლიათ არჩილიც, იმიტომ რომ თქვენზე უმცროსი ვარ და არა, მე არ ვაკადრებ მაგას ეგ არჩევია. ყოველ შემთხვევაში ეს არის ძალიან მტკივნეული თემა, იცით და მაშინაც მოიძებნებოდნენ ახალგაზრდები, ახალგაზრდა ფილიპე მახარაძეები, ორჯონიკიძეები, რომლებიც ცდილობდნენ და ასაბუთებდნენ აი ეს დოკუმენტი რაც შეიქმნა ლორეს ოლქში მოგეხსენებათ, არა რომ ქვიშველეთ და იქით წერილი გააგზავნეს, იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ხედავდნენ რომ ხსნა იყო აი იმ ბოლშევიზმში, რამაც მოიტანა და მე ამას ასაბუთებდნენ კიდევ იმ დახვრეტებს, იმ განადგურებებს. ეხლაც არიან იცით მათი ოჯახის წევრები შთამომავლობა რომელიც აი ეს ვაგონი რომელიც დგას რომელიც პირდაპირ გარედან დაცხრილეს რომელსაც ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდათ ლევან ვოღობერიძე გამიგეთ აი ეს მონანიების ის რომ თავის დროზე ეს მუზეუმი არ შეექმნათ ყველას არ დაერქვა თავის სახელი მათ არ აქვს რაღაც აი უხერხულობის მომენტი საზოგადოებაში და ეს ვითომ არაფერი მათ შთამომავლობას ცოცხლები არიან და ისინი მე არ მინდა ეხა პერსონიფიცირება მაგრამ ის რომ ეს მუზეუმი უფრო ადრე არ არსებობდა და ამას ჰქონდა გარკვეული ობიექტური ახსნები ამან მოიტანა ის რომ არის ბევრი რამ დამახინჯებული და ეხლა არის ეს სამსჯელო ეს საერთოდ მსჯელობას არ უნდა ექვემდებარებოდეს ის საკითხი თუ რა ესიამოვნება რუსეთს და ეს რუსეთისთვის გამაღიზიანებელია ძალიან ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა იქცევა ისე რომ იყოს მაამებლური რუსეთისთვის იგივე მოლდოვა მაგრამ ნესტისპირეთის პრობლემა მოგვარებული არ აქვს იგივე უკრაინა რომელმაც ნატოზე უარი თქვა და მასში ინტეგრაციაზე მაგრამ არავითარი სასიკეთო არ მიიღო რუსებისგან გაზის გაუძვირეს ნავთობპროდუქტების არა ანუ მათ ვერ აამებთ ბატონო არჩილ ვიცით რა შეესაქმე არა თქვენ თქვით რომ ეს გამაღიზიანებელია ენის მოჭლეკით რუსეთთან ყველაზე გამოჩენილი პერსონა ყველაზე დიდი პერსონა არა ბაგრატიონი რომელიც იყო ბოროდინოს ბრძოლის გმირი ისიც კი საფლავიდან ამოთხარეს და გადააგდეს ასე რომ ყველას გასაგონათ ვისაც აქვს ის განწყობა რომ უნდა იყოს მაამებლური რუსეთისთვის და რამე არ ეწყინოს დასახელებაში შეუცვალოს ეს არის ყოველად დიდი სისულელი აი მე ძალიან ვხელავ რომ ვიყო მაქსიმალურად კორექტული და რაიმე ისეთი არ წამომცდა ისიც ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა და უდიდესი ნაწილი საქართველოს თითო წუთი თუ შეიძლება იმიტომ რომ გვეწურება გაცემის რომ მინდა მე ჩემს აზრს გავუსვა ხაზი რომ იგივე სტალინის ძეგლთან დაკავშირებით ეს მოხდა ღამე აბსოლუტურად ხალხის ნების გარეშე დემოკრატიულ ქვეყნებში ეკითხებიან ხალხს უნდა თუ არა და რატომ არის დღეს რომ აპირებენ სტალინის ძეგლის აღდგენას ისევ და დადგმას გურში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მოსახლეობამ მოითხოვა ისევ ამ ძეგლის ხალხი იყო დეპრესირებული ხალხი იყო შეშინებული ნამდვილი რეპრესიები ტარდებოდა ზუსტად სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ ეს იგივე ციხის კადრებით ვნახეთ და ვნახეთ აი იგივე ის გაჭერილი ვითომდაც ესე იგი ჯაშუშები რომლებიც კაცი გამოდის ვაჟკაცი ადამიანი და ამბობს რომ როდესაც მე გავიგონე მე ქალის კივილი გამიგონიო მაგრამ კაცის კივილი როცა გავიგონე ყველაფერი დავწერე, იმიტომ რომ მეშინია. აი ამაზე არ სპეკულირებ და გორის მოსახლეობა მოწინააღმდეგე იყო. ვილაპარაკოთ რა არაფერი ხალხი რომელიც არა რატომ ბატონო 300,000 ადამიანის წინაპრები თვლიან რომ არ უნდა იყოს ოკუპაციის მუზეუმი, ვინც სამამულო ომში იბრძოლა და ის რომ ეხლა ფაშიზმზე გამარჯვება 300 ადამიანი დაღუპულის წინაპრები მეთქი. აი ეს პირიქით, ვისი წინაპრებიც დაიღუპნენ. ის 300,000 ადამიანი და ამაზე გეუბნებით კიდევ ერთხელ მეორე მსოფლიო ომს ოკუპაციასთან რა საერთო აქვს გამაგებინეთ მაყურებელი ნუ შეკავთო ის ხალხი ემსახურებოდა საბჭოთა
წყობა საბჭოთა ქვეყანას და მისთვის იყო საბჭოთა კავშირი იძულებული იყო ტყვედ ჩავარდნილი ადამიანი შეიძლება რო დაბრუნდება გამოიქცევა საკონცენტრაციო ბანაკიდან ან დახვრიტო ან გადაასახლო რომელიც ბრუნდება თავის სამშობლოში ეს ძალაუნებურად არჩენდა საუბარი ვეტერანებთან მე ძალიან ბევრთან მქონია როგორც ჩვენ ქვეყანაში მაცხოვრებელ ისე უცხოეთში მაცხოვრებელ მე მქონია ისეთ ხალხთან საუბარი რომელიც უშუალოდ მონაწილე იყო ქართული დაჯგუფების ბერგმანის შექმნის გივი გაბლიანთან მე ძალიან ბევრთან მქონია თქვენ განსხვავებული საუბარი ძალიან ბევრთან რომელიც იყო გარკვეულ აგიტაციაში მოქცეულია რომელიც გარკვეული ილუზიით ცხოვრობს მე მათ ისტორიას პატივს ვცემ მაგრამ რეალობა არის აბსოლუტურად სხვა ჩვენ ის მაინც უნდა მოვახერხოთ იმ დამახინჯებული წარსულიდან ჩვენ შთამომავლობას მივცეთ სწორი ხედვის უნარი და ეს ერთ-ერთი საშუალება არის გახლავთ ოკუპაციის მუზეუმი რომელიც ფუნქციონირებს და უნდა ხელი შეუწყოთ მე მეცაც გეტყვით არის ქუთაისში საინიციატივო ჯგუფი ლიბერტარიანული კლუბი თუ არ მეშლება დასახელება ლიბერალური კლუბი ბატონი გოჩა ჩხეტია არის მისი ხელმძღვანელი სადაც გამონახეს ფართი ადგილი ყველაფერი სადაც უნდათ მსგავსი ანალოგიური შექმნა იმიტომ რომ ის რეგიონიც იმერეთი ქუთაისი ძალიან დაზიანდა უკიდურესად როგორც საქართველოს ყველა კუთხე კუნჭული არ დარჩენილა ადგილი ამ რეჟიმისგან მათ უნდა შექმნა და არჩევნების შემდგომ მაშინ როდესაც არსებულის გადართმევაზე და დაშლაზე მიდის საუბარი გარკვეული პრობლემები შეექმნათ მე იმედი მაქვს რომ ისინი მოახერხებენ და ისინიც გახსნიან ანალოგიურად კარგი მოდი დავასრულოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ბატონ დავით მე მინდა თქვა ხვალ 6 საათზე იგეგმება კულტურის სამინისტროსთან სტუდენტების მიტინგი სადაც უნდათ აუხსნან ეს არის თემასთან მიბმული გარკვეულწილად და ამიტომ მინდა რომ აღნიშნო ბატონ მეჩითოს ამხანაგ მეჩითოს რომელიც გახლავთ კულტურის მინისტრის მოადგილე რა არის იმპერია უნდა ვსვამდეთ თუ არა ხშირ-ხშირად ყოველდღე მის სადღეგრძელოს დიდი სასმისებით და რაში მდგომარეობს და რა ფუნქცია აქვს ოკუპაციის მუზეუმს მე ვისურვებდი რომ შეუერთდეს ყველა პროგრესული ვისაც ამ პრობლემის არსი ესმის ხვალინდელ 6 საათიან აქციას კულტურის სამინისტროსთან ამოიწურა ჩვენი გადაცემის დრო მე ვფიქრობ მოწვევის ცოტა ნამდვილად ძალიან ცოტა იყო ისეთ გადაცემა გვიან დავიწყეთ და დაახლა მაგრამ კარგია რომ საუბრის საშუალება არის მე ვფიქრობ საუბრის საშუალება უნდა იყოს მხოლოდ ინფორმაცია არ არის ხოლმე საკმარისი და დისკუსიაც არ წყვეტს საქმეს ეგრე მგონია ჩვენი სტუმრები იყვნენ არჩილ ჭყოიძე რეკლამიური საზოგადოება ლევან ჩოლოყაშვილი კოალიცია ევროპული საქართველოსთვის დიალოგი დღეს ამით დასრულდა და გემშვიდობებით ხვალამდე 10 საათამდე ნახვამდის